De-facto სოხუმი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის IPRM-ის მუშაობის განახლებას ითხოვს. შესაბამისი საკითხი de-facto მთავრობის წევრებმა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე დააყენეს, ისევე როგორც ოფიციალური თბილისისაგან ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტის ხელმოწერა, რასაც ისინი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მუშაობის ძირითად ასპექტად მიიჩნევენ. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-60 რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრას ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარი, ასევე გაეროსა და EUTHOS წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აქვე აღსანიშნავია, რომ ტოივო კლაარი ბოლო 6 თვის განმავლობაში ოკუპირებულ რეგიონში ორჯერ არ შეუშვეს. შეგახსენებთ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები გალში, სადაც ქართული მხარე ოკუპირებულ აფხაზეთის de-facto ხელისუფლებასთან ურთიერთობდა 2018 წლიდან არ ჩატარებულა. გასული წლის დეკემბერში გალის რაიონის ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ფილიამ განაცხადა, რომ აფხაზური მხარე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში შეხვედრების ზონას ამზადებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას განსხვავებული პოზიციები აქვს. კარგი, IPRM-ი აუცილებლად აღსადგენია, მას ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ეს მუშაობს. ეს მექანიზმი ვერ ვიტყოდი, როცა ესეთი ურთიერთგაგების ფორმატში და ამ ატმოსფეროში მიმდინარეობს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ურთიერთობა ეს მუდმივი კავშირი თუნდაც საკამათო თემებზე არის აუცილებელი. თუ კი ეს მიმართულება აფხაზეთის აღდგება, აფხაზეთის ქართულ-აფხაზური ურთიერთობების სივრცეში, რასაკვირველია, მისასალმებელია. გალის ფორმატის აღდგენა იქნებოდა კარგი, მაგრამ ჩვენ ჩემი აზრით წინაპირობა უნდა გქონდეს. შეწყდა რატო 82-ას გვლელობის შემდეგ, ხო? და თუ ასე უპირობოდ აღდგება და ვითომც არაფერი მომხდარა და მე რა რომ მოკლეს გიგა 82-ია, ესე არ უნდა მოხდეს ჩემი აზრით, იმიტომ რომ მე მაგალითად ამის წინააღმდეგი ვიქნები. იმიტომ რომ ჩვენ თუ სახელმწიფო ვართ და პრეტენზია გვაქვს რომ სახელმწიფო ვართ, მაშინ ჩვენ მოქალაქეებს, ვინც ესე დღისით უიარაღო ხალხს გვიხოცავს, მათ როგორღაც პასუხი უნდა ვაგებინოთ და ამის შემდეგ უნდა იყოს თუნდაც ქართულ-ოსური ფორმატიც აღდგენილი, ქართულ-აფხაზურიც, თუ რაც არის, არ არის ხა ეს პირდაპირ ქართულ-ოსური, ქართულ-აფხაზური, რა თქმა უნდა, რუსები ან თავი ჩამძროლები. ჩემი აზრით, ჩვენ თუ თავმოყარი სახელმწიფო ვართ, გარკვეული პირობები და დათქმით უნდა აღდგეს ეს ფორმატები.